დღეს აჭარის მთავრობის ხდომა გაიმართა, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. როგორც მთავრობის პრეს-ცენტრმა გვაცნობა, მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროების საქმიანობის პირველი კვარტლის ანგარიში მოისმინა. დაპირების მიუხედავად, ხდომის დასრულების შემდეგ ნონა კვასტიანმა გვითხრა, რომ არჩილ ხაბაძე მედიასთან კომენტარს არ გააკეთებდა. შესაბამისად, პასუხგაუცემელი დარჩა მაცნის შეკითხვები. პირველი კვარტლის ანგარიში წარმოადგენს მთავრობის ხდომაზე, ჩვენი ვალდებულება მოსახლეობის წინაშე მთლიანად შესრულებულია. ყველა პროგრამაში ჯანდაცვის ძირითადად მომართვიანობა მოსახლეობის გაზრდილია. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც წარმოიშვა მაღალმთიან აჭარაში, ევექსის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი უწყვეტად. ჩვენი კვარტალური შესრულება 91%, რომელიც ჩემის აზრით ამ თვალსაზრისით კარგი. ნაწილი ბუნებრივია ეკონომიკის ხარჯზე, გამოვიდა იმიტომ, რომ მშენებლობების ლომის წილი არის აქ, რეაბილიტაცია მშენებლობებისა, თუმცა ამავე დროს არის ზოგიერთი თემა, რომელიც გაგვიჭირდა ჩატევა კვარტალში. ეს არის სამინისტროების პირველი კვარტლის შესრულება, შესაბამისად შესრულების მაჩვენებლები რაც არის დამაკმაყოფილებელი არის, საშუალო წლიური ბიუჯეტი კვარტლის შესრულება ბიუჯეტის ნაწილში შეადგენს 83%-ს.